იქიჯდა დოი, იქიჯდა ნიკოლოს რაჭველი, იქიჯდა მთელი თბილისი. რა ვქნა? როგორ გიშველო ქალბატონო მარინა ამ სიტუაციაში? შინოური რომ ამას გაგიკეთებს. გამარჯობა, მე მქვია ალექსა, დავიბადე ქუთაისში და ამჟამად ცხოვრობ თბილისში. და უფლება რა მაქვს ამსტერდამში ამ თემას რო არ შევეხო. რა თბილისი? რა ხდება ხალხო? ახალი წლის დღეებში რამოდენიმე დღით გავედი ქალაქიდან, დავტოვე თბილისი, ჩამოვედი და დამხვდა თბილისი. ამ დღეებშიც მიწევს გასვლა, მაგრამ უკვე მეშინია. რა შეიძლება დამხვდეს? შეიძლება ტრაფარეთზე სახელწოდება ვერ ვიცნო და გავწდეს საერთოდ ქალაქს. რა თბილისია? თუმცა მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ სნობურ ლოგიკას მივხვდი, ანუ ვინც ზის ეგ არის თბილისელი, თორე ვინც დგას ის თბილისელია გენაცვლად. მე რა მენაღლება საერთოდ წამოწოლილი ვიყავი მაგ დღეს. ხვდებით ხო? სადა ვარ? ფიფლისი. ანუ რეგიონებიდან ჩამოსულებს ხომ აქვთ რბილილუს პრობლემა? აქ აქვთ რბილიბუს პრობლემა და გამოითქვის როგორც ფოე. ანუ ჯერ სად დაატია მილიონზე მეტი ადამიანი. არა ვიცი რომ თბილისის სიყვარულის ღრუბლითაა გადახურული და რიგ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია შევადაროთ სიყვარულის დაწესებულებას, მაგრამ იმ დღეს ვაგლახრომთ სამოწმენდილი იყო. ჯერა თბილისი ქალბატონო მარინა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ერთ-ერთი მჯდომი თბილისელი, როგორ იწმენდა ტალახიან ფეხს გაზონზე და ღიღინებდა მაია მულატკა. ესე მაგარია სამკაციანი ქალაქი, მარინა დოი ნიკა რაჭველი, ხო? აქ ყველას იცნობს, თუ რამე დაიკარგა უეჭველი შინაურის გაკეთებულია. საცობი არასდროს არ არის, თუმცა ცუდიც არის, ხო? ჯოკერს ვერ ითამაშებენ. მაგრამ ჯოკერი მაგათ რა თუნდა, მაგათ უფრო ფურთი. ოღონ ბურთი კი არა, ფურთი. ისე საინტერესო ქალაქი იქნება თბილისი, თავისი უბნებით, საფურთალო, დიდუფე, ნუცუფიცის პლატო. ეგენი სადისვენებენ ვაფშე იცით ფათუმში. აი შტაბეჭდილება იქნება რომ ასობგერა ფუს დიდი პარტია არის ქვეყანაში შემოსულ და რაღაც სიტყვებს გვიდა ჩავანაცვლოთ. ხო? ამ შემთხვევაში მიმდინარეობს ასობგერა ბუს დისკრიმინაცია. სად არიან არასამთავროები? რატომ არ იღებენ ხმას? აი მე რო გამოვიდე და ტელეეთერით რო თქვა რომ თბილისი ბეშენ ვიკმა წარმატები ჩაიარა. ხო, კარგი იქნება. აი გული არ გეტკინება. აი არ აღიგავებით პირისაგან მისის საკაცო. ის საშიში ტიპები არიან ამ ფულს ვინც ანაცვლებს. ხო შეიძლება აბაზანიდან გამოხვიდე სარკესთან დადგე და უცებ დაორწყდეს სარკესზე ფუ იყოს დაწერილი. ფარული ნომრიდან SMS-ი მოგივიდეს, ფანჯიდან გადაიხედა ფუასუ ანთია საერთოდ. მე ამ ფარული ნომრიდან გირეკავენ პასუხობდა იქიდან ბოროტის სიცილი. ფუ. ჯერა თბილისი. კაცი ადგა და სახელი გადაიკეთა. ნიკოლოს რაჭველი. ანუ მე რაჭიდან ვარ, თაო, იქო, ზემოთ, შორსო, იქო, ეო. იქო აქ უნდა წახვიდაო, რიკოთი უნდა გასწეო, ტყიბურთა უნდა უხიო, შაორის პაო, ონიო, ამბროლაურიო, ზეითკენო, იქეთო. ხვანჭკარაო, ლობიანიო, ლორიო, ნიკორწმინდაო, მისი ძალი და მადლი გფარავდეთო, ნამიოკი ჭაჭა, რაჭაო. და თქვენ თბილისი. რა ხდება? დასრულდა მეგრელების 200 წლიანი ბოგინი და დაიწყო დიდი რაჭველობა დედაქალაქში? მეგრელებმა ხო იციან ერთმანეთის გატანა, რაჭველებმაც იციან თუ მიასწრეს ოღონ. მე მშვენიერი მიგნება, საიდანაც ახან იმ კუთხის სახელს იღებ. რატომაც არა, კი ბატონო. გამარჯობა გიორგი კახელი. ალექს იმერელი. სოფო დასავლელი, რატო დედით გურული, მამით მეგრელი მშობლები ვერ შეთანხმდნენ. აია კი. არ გაგიგვირდეთ ქუჩაში მორბენალი ბიჭი თუ დაინახოთ, რომ სნობები გვიტევენ კუკარაჩა მოკლეს მოტივებზე. დიახ, ჩემს სტენდაპის მეორე ნაწილში მინდა შევეხო ქართველ სნობებს, ანუ ქართველი სნობები კი არა, ქართველი სნოფები. ხო, ანუ ქართველი სნობები უნიკალურები არიან. შეიძლება ბოლო მოდელის C-კლასი ყავდეთ, მაგრამ ხიშარიკებიანი დასაფენი მაინც ჰქონდეთ სავარძელს. 20 თეთრიან წებოს ეგენის ყიდულობენ, ოღონდ ჩუმად აქეთ-იქით უყურებიან, ვინმე არ დაგვინახოსო. შეიძლება ბოლო ფული გადაიხადონ ყავაში და მერე ფეხით წავიდნენ და იმით გაამართლონ, რომ ღამის სანზონა არტია. სნობების ცხოვრებაშიც დგება ესეთი მომენტი, რომ უნდათ მოწყდნენ გარესამყაროს და წავიდნენ ისეთ ადგილას, სადაც არც ინტერნეტია და არც მობილური.
და მე ეგეთ ცნობებს ხშირად შეხვედრილი ვარ, რადგან ჩემი სოფელი ზუსტად შეესაბამება მაგ პარამეტრებს. ანუ არც მობილურია, არც ინტერნეტი და ის სამი სახლი რო არ იდგა საერთოდ სოფელიც არ იქნება. როგორი სოფელია, იცით? 4 შაბათობით ამოდის ავტობუსი. ისიც 10 მგზავრით უყავდა. ხანდახან თანასოფელთან სტუმარი რომ მოდის 9 კაცი იძულებულები ვართ ფეხი ჩავიდეთ რაიონში და სტუმარი ამოვიყვანოთ სოფელში. ერთ-ერთ ცნობთან ერთად სვავ რა მევსავ თორე ის წრუპავს. და ერთი ასეთი ფრაზა გააჭირა, ой, ამასაც მოვსვავ და დევერეკები მდინარეზე. რა სიზავ? ანუ რელაქს ხვდებით ხო სოფელი რა შვება, ხო? ამიტომ ხშირად იარეთ ცნობებო სოფელში. ძალიან ხშირად იარეთ. გახსოვდეთ რომ თქვენი სოფლებისგანაც მიდის სადგუროკრებადან ავტობუსები. გახსოვდეთ სოფელი და სოფელი. დიდი მადლობა.